Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგრძელებთ ჩვენ ბიბლიური თემების განხილვაზე. დღეს ჩვენ ისევე ვართ თორის საკვირაო თავის, რომელსაც ქვია ვაეთხანან, დღეს ხუთშაბათია და ამ საკვირაო თავის ბოლო თემას განვიხილავთ ჩვენ. თქვენიცით რომ ებრაელურ ტრადიციას სწავლობს თორის საკვირაო თავს და თითო დღეს სწავლობს თითო თემას, რომელიც მოცემულია ამ თორის საკვირაო თავს. ჩვენ რა თქმა უნდა ამდენი დრო არ აგვაქვს ესეთ თითო თავები შევეხოთ, მაგრამ მე მინდა ეს ბოლო თემა შევეხო, რომელიც ხუთშაბათ დღეს არის, იმ რადგანაც პარასკევს უკვე ახალი საკვირაო თავი იწყება ისრაელში და ბოლო თემა არის, რომელიც დაკავშირებულია იმ თემასთან, რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ იმ კვირის დასაწყისში, კერძოდ ვისაუბრეთ ვაეთხანანის ესეთ თემას, რომელსაც შევეხეთ ცენტრალურ თემა, რომელიც არის შმა ისრაელ ადონაი ელოჰეინუ ადონაი ეხად. ისმინე ისრაელ უფალი შენი ღმერთი, ერთი ღმერთია. და შევეხეთ თემას, თუ რას ნიშნავდა მოსმენა და რას ნიშნავს ეს ლოცვა, რომელიც არის მცნება დაგვიდო. და აქაც კიდევ ამ თემას კიდევ უფრო უღრმავდებით დღევანდელ დღეს და დღევანდელ დღეს ძალიან ერთ-ერთი საინტერესო თორის საკვირაო გაკვეთილია ისევე ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უფრო პრაქტიკულ მხარეს ეხება თორის და იმედია მოგეწონებათ. თქვენც თორის საკვირაო თავი, რომელიც ჩვენ ვკითხავთ, ეს არის მეორე რჯულის წიგნი. მეორე რჯულის წიგნი იმიტოა ცნობილი, რომ ეს მოსეს სიტყვებია. მოსე ვერ შედის აღთქმულ ქვეყანაში, ვაეთხანანი ამიტომ ქვია, მან ილოცას თხოვა ღმერთო რომ შემიყვანი, მაგრამ ღმერთი მას არ შეუნება და სანამ ერთი თვე დარჩა, სანამ ისრაელი შევა აღთქმულ მიწაზე და მოსე აწავა უფალთან, ერთი თვის მანძილზე მოსე ელაპარაკება ისრაელს. ბოლო დარიგებებს, ბოლო შეგონებებს აძლევს. მოითხოვენ ისე როგორი საინტერესო, როცა იცი ადამიანმა რამდენი გაქვს დარჩენილი, მაშინ ცდილობ ყველაფერი მოასწრო და ადამიანი ყველაფერს აირო იტყვიან, რაც თუ მნიშვნელოვანია, იმას იტყვი და მოსესთვის მნიშვნელოვანი იყო მისი საკრებულო, მისი ისრაელი, მისი ებრაელი ერი და ამისათვის ის იმეორებს ყველაფერს ძალიან მნიშვნელოვანს, რაც მის გულს აწუხებდა და რასაც ის ისრაელის თემში ხედავდა და ეუბნებოდა და მოძღვარდა. ამიტომ ზოგი თეოლოგები უწოდებენ მეორე რჯულის წიგნს, ეს არის მოსეს ანდერძ ისრაელის ერის წინაშე და მე ვეთანხმები ამ კვალიფიკაციას, რომელიც მიანიჭეს, თითქოს მოსეს ანდერძია. შეიძლება ასე თქვათ, რომ ეს არის მოსეს ანდერძი ბოლო სიტყვები, მთავარი სიტყვები, რაც მას უნდა რომ გადაეცა ისრაელის ერისათვის, თავისი ხალხისათვის, რომლისათვის მან ამდენი იწვალა და ამდენი იშროლა. მაშასე მეხუთე თავი, მეორე რჯულის მეხუთე თავის პირველივე მუხლი ასე იწყება. მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა, ისმინე ისრაელი წესდებანი და სამართალი, რომელთაცაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად, რათა ისწავლო და შეასრულო. ანუ მოსე აქ ამბობს, ისმინე ისრაელო წესდებანი და სამართალი, შმა ისრაელ ხუქიმ ვემიშპატიმ. ანუ ისმინე ისრაელო წესდებანი, წესდება ეს არის ხუქიმ და სამართალი არის მიშპატიმ და უყურე ასეუნება, რომელსაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად, რათა ისწავლო და შეასრულოთ. როდესაც ებრაელები კითხულობენ ამ ადგილს, რათა ისწავლო და შეასრულოთ, ცოტა უცნაურია, რადგანაც გამოსვლის წიგნის 24 თავში, როდესაც მოსემ 10 მცნება მიცა ისრაელს და შემდეგ მოდის მიშპატიმ სამართალი, 24 თავში ებრაელები ასეთ რამეს სიტყვას ამბობენ, 24 შუჩი. აიღო აღთქმის წიგნი და წაეკითხა ხალხის გასაგონად, მათ თქვეს ყოველივეს, რასაც უფალი
რაც თქვა უფალმა შევასრულებდა დავემორჩილები. აქ ჩემო კარგებო არაზუსტი თარგმანია 2013 წლის ქართულ თარგმანში იქ უფრო სწორი თარგმანი და წერია ყველაფერს ახლა წაგიკითხოთ 2013 წლის თარგმანს რომ ჩვენ ვიცოდეთ რას გულისხმობდა მე გავშლი ამ თემას აიღო ახმის სიგნე წავკითხე ხალხს და მათქვეს ყოველს აღვასრულებ და შევისმენ რაც უფალმა ბიძანა შევისმენთ ივრითად არის ნასევეიშმა ნიშნავს ყველაფერს გავაკეთებ და მერე ვისწავლებ ანუ მერე გავიქე კი გამოსვლით წინგში ჩემო კარგებო ჩვენ უნდა გვესმოს რა დროს იყო ისრაელი და აი ეს არის ცენტრალური გაკვეთილი რომელსაც მე მინდა დღეს გითხრათ მორწმუნე ცხოვრების დასაწყისში რატოა მორწმუნე რომელიც ახალ ბედა მორწმუნეა დასაწყისში თავის დასაწყისში უბრალოდ უნდა მიენდოს ღმერთს როდესაც ის მას მცნებები არ ესმის მაგალითად როდესაც მას ეუნებია არ იმრუშო არ წახვიდეს სხვა ქალებში არ წახვიდე არ მოიპარო არ მოიტყო მას შეიძლება არ ესმოდეს ამ ყველაფრის არსი რადგანაც გარემოება და საზოგადოება დღესდღეობით ისეთია ну ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით მადლობა ღმერთსო უკვე კაფეოთ ემიჯნება მაგრამ სულ რამოდენიმე 20-30 წლის უკან ისეთი საზოგადოება იყო რომ ქალი და ცოლი როდესაც მიდიოდა მეუღლედ სხვა ქალთან გამართლებას უაძლევდა ამას და კაცი აბარა წავა და ასეთი კაცისათვის როდესაც ის მიიღებდა ქრისტეს და ირწმუნებდა ღმერთს რომ გეთქვა არ იმრუშო ცოლს არ უნდა ღალატი არ შეიძლება ღალატი მას არ ესმოდა ეს როგორ შეიძლება მე კაცმა ერთ ქალს დავჯერდი ერთ ცოლთან ვიყო ეს ხო ვისაც უშავებ ჩემი ცოლი არც ვერც გაიგებს ამას მე ხო არაფერს არ ვაშავებ ეს არის ის მცნებები რომელიც შემოკარგებო ჩვენ გვაფრთხილებს ამ მცნებების გაგებას უნდა შევეშვათ ჩვენი პირველი ვალი არის დავემორჩილოთ ამ მცნებებს ამიტომაც ამბობს ებრაელი ერი რომელმაც მიიღო თორა მათმა არც იცოდნენ ის რას ნიშნავდა ეს მცნებები მაგრამ მათმა თქვეს რომ ყველაფერს ასაც უფალი ტყვის შევასრულებ და შემდეგ შევისწავლითო შემდეგ შევისწავლითო ეს იგულისხმობს რომ შევისმენ მე გითხარით შმა ეს ნიშნავს მოსმენას არა მარტო მოსმენას არამედ შესწავლას შემეცნებას და შემდეგ აპრაქტიკებას მაგრამ აქ უკვე ცოტა სხვანაირი მუხს გვიყენებს მოსე და გვეუბნება რომ უნდა შევასრულოთ არის ადამიანის კატეგორია როდესაც ადამიანებს უგზალავენ რომ ეს არ შეიძლება მაგრამ მისი არსი არ იცის ამ ადამიანმა ბოლომდე მაგალითად ბავშვს როდესაც ჩვენ ვეუბნებით რომ არ მოკიდოთ ცხელ უთოს ბავშვმა არ იცის რას ნიშნავს რატო არ უნდა მოკიდოთ ცხელ უთოს ის როცა იზრდება მერე ხვდება რომ ცხელმა შეიძლება მას დაწვას მაგრამ ის გვემორჩილება ჩვენ და ამიტომაც ის არ ეხება ამ ცხელ უთოს ან დენის წყაროში თითებს არ შეყობს რადგანაც არც მაშინ იცის რატო არ უნდა შეყოს მაგრამ როცა იზრდება მერე ხვდება რომ მას დენი დაარტყავს ასევე ახალგამოსული ადამიანი ქრისტიანი რომელსაც ჩვენ ვეუბნებით რომ არ შეიძლება დალევა არ შეიძლება გინება არ შეიძლება გაბრაზება არ შეიძლება ჩხუბი მას შეიძლება ეს არ ესმოდეს მაგრამ თუ მას გული წამს იესო ქრისტე მაშინ მან უნდა მიიღოს ის წესები და შემდეგ როდესაც ის იცავს ამ წესებს ნელ-ნელა ეს წესები აწევს იმის შემეცნებას და შესწავლის გააზრების უნდას რომ თუ რა მოყვება ამ წესების დაცვას და რა მოყვება ამ წესების დარღვევას შორის ეს არის ის ძალიან ცენტრალური და მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელიც ეხება ჩვენ თორისაკურა თავს რომელსაც ქვია ვაერთ ხანან კარგი აგავიგათ აქ ისრაელი ამბობს ნასევეიშმა გასაგებია რომ ისრაელი ჯერ ახალ ბედა იყო უდაბნოში ახალი გამოსული იყო 50 დღის იყო გამოსული რაც ეგვიპტის უდაბნოდან გამოვიდა მაგრამ როდესაც მოსე ელაპარაკება მათ უკვე მეორე რჯულის
მეხუთე თავში ეს უკვე შემდგარი ერია ისრაელი უკვე. და როდესაც უკვე მოსე ეუბნება მეორე ჯგუფში იმეორებს ამათ მცნებას, სანამ დაიწყობს ამათ მცნებას, ის უკვე სხვანაირად ეუბნება ისრაელს. ეს უკვე სხვა ისრაელია, ეს უკვე შემდგარი ისრაელია, ეს უკვე ხალხია, რომელიც უკვე მორწმუნეებია, რომელიც 40 წელი ცხოვრობდნენ უფლის თანდასწრებაში და უფლის ზრუნველობას და უფლის დიდებას ხედავდნენ. და გაზრდილ ხალხს ღმერთი მოსე ეუბნება სხვანაირად. უყურე, გამოუწოდე მოსეს მთელი ისრაელს და უთხრა ისმინე ისრაელის წესები და კანონები, რომელთაც მე გეტყვით დღეს თქვენ გასაგონი. დაისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შესრულება. ეს 2013 წლის თარგმანია ბიბლიის და მოდი ვნახოთ 2015 წლის ბიბლიის თარგმანი, რომელიც ასევე ძალიან კარგი თარგმანია. აქ უფრო კარგად გადმოგვცემს ას. მოუხმო მოსეს მთელი ისრაელს და უთხრა ისმინე ისრაელის წესდებანი და სამართალი, რომელსაც ვიტყვით დღეს შეძგას, რათა ისწავლო და შეასრულო ისინი. ისწავლო და შეასრულო. თუ გამოსვლის 24 თავში ჯერ არის დაცვა და მერე შესწავლა, აქ უკვე არის შესწავლა და დაცვა. ეს ორივე ერთი და იგივე კანონები და ორივე ერთი და იგივე მოსაზრებაა შემოკარგო, რომელსაც აქვს მედალის როიტყვიან ორი მხარე. ეს არის მედლის მეორე მხარე. ეს უკვე არის იმ ადამიანების, ვინც იცნობს უფალს, ვინც იცის უფალი რა არის, მათმა უნდა უკვე დაიწყონ ცნებების შესწავლა, რათა დაიცას. რადგანაც ღმერთი ელაპარაკება ყველა ადამიანს თავისი სულიერ დონეზე, თუ რა დონის არის ის. პირველად ღმერთი უბრალოდ ითხოვს რწმენას და ნდობას მიმართ. აბრაამს, როდესაც ღმერთმა მოუწოდა აბრაამს, ღმერთმა გამოდი ქალდეველთა ურიიდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე შემეგითითებ. აბრაამმა საერთოდ არ ეცოდა ამ დავალების მნიშვნელობა, რატო ჭირდებოდა ღმერთს ეს, ან რატო ჭირდებოდა მისი თავი საერთოდ, მაგრამ ის უბრალოდ გაემორჩილა, შეასრულა და ამ თავისი სიარულის და ღმერთთან მორჩილების დროს მან შეისწავლა იმის მნიშვნელობა, თუ რატომ მოუწოდა ღმერთმა და რა შედეგი მოიყვანა. აქ უკვე მორწმუნე ადამიანზეა, რომელსაც უკვე ღმერთი უნება, რომ უკვე სხვა დონეა, ღმერთი უნება ეს მცნება შეისწავლო, რათა შეასრულო. ეს მცნება შესასრულებელი არის იმით, რათა შენ ხალხი მოიყვანო იესოსთან, რათა ხალხში გავიდეს სინათლე. პირველად ჯერ შენ გჭირდება სინათლე. სინათლეს მიყვები და სინათლედან სწავლობ. მაგრამ მერე უკვე შენ სინათლეს სწავლობ, რათა შენ გამოვიდეს შენგან ეს სინათლე. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ ხდება? ემორჩილებით ღმერთს, რათა ვისწავლოთ მისი მცნებები, ვსწავლოთ მისი მცნებებს, რათა ჩვენ ცხოვრებაში გამოვიდეს სინათლე. და ეს არის ის დავალება, რომელიც მიცა ღმერთმა ისრაელს. ისრაელი უნდა ყოფილიყო ღმერთის დიდების მატარებელი, ღმერთის სინათლის მატარებელი და ღმერთის მცნებების მატარებელი. რატო იყო მნიშვნელოვანი? რადგანაც ისრაელს უნდა გაეცნო ყველა ქვეყნისათვის. ჩვენ ვთქვით, რომ შმა ეს ასოების კაბალის სურათ და გამომართლებით ვთქვით, ეს ნიშნავს მოწმე და ასევე ნიშნავს ჰემატრიულად 70 ერებში, 70 ეროვნებაში ისრაელს უნდა გაევრცელებია მოწმობა და ის იყო ერთ-ერთი მოწმე, რომელიც იყო ამოწმებდა ღმერთის ერთიანობაზე, ერთადერთობაზე და ის აცნობდა ხალხს თუ როგორ იყო ღმერთი. აგრეთვე მოწმე, ეს არის მოწამე იგივე. ამიტომაც აქვს ისრაელის მოწამეობრივი ბედი ყოველთვის. და ეს ისრაელის მისიაა, რაც უნდა ჩვენ გვინდოდეს, არ გვინდოდეს, ეს მოწამეობრივი იდეა, მისია ისრაელს აკისრია დღემდე. და ჩვენ ეკლესია გავხდით ამის ნაწილიც შემოკარგებული. ჩვენ არ ვართ ცალკე ისრაელიდან, არც ისრაელის შორის ვართ. ჩვენ გავხდით ეკლესია ისრაელის ნაწილი. ეკლესია კი არ არის ახალი ისრაელი. ეკლესია ეს არის ისრაელის ნაწილი.
ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ და ნუ გავამაყდებით ჩვენ ფესვი კი არ გვიჭირავს ფესვს უკავივართ ჩვენ და ფესვი ეს არის ისრაელის ელი მაშას რო შევაჯამო ძალიან მოკლედ რო გითხრათ დღევანდელი თორი საკვირაო თავი წინა საკვირაო თავი ვაეთხანან ჩვენ თქვით რომ მოსმენა იწყება ღმერთის ცნებების შესწავლა სწავლისაგან და დღეს უფრო ღრმად წავედით უფრო ღრმად გავშალეთ ეს თემა ეს არის ხუთშაბათის ბოლო თემა ნასე ვეიშმა ასე ქვია რატო ამბობს ღმერთი ერთგან რომ წერია ბიბლიაში რომ ებრაელები ამბობენ გავაკეთებთ და შევისმენთ ანუ შევისწავლითო და მეორეგენ მოსეუნება ჯერ შეისწავლეთ და მერე შეასრულეთო ეს არის მედლის ორი სხვადასხვა მხარე პირველი მხარე ეს არის უბრალოდ ჩვენი ნდობა ღმერთსა მორჩილება რამდენად ვემორჩილებით მის სიტყვას როცა ჩვენ ახალ ბედა ვართ ახალმოსული ვართ არ გვესმის ბევრი რამე მაგრამ ჩვენი ლიდერები ხუცესები მასწავლებლები და ბიბლიაში ზოგადად როცა ჩვენ ვკითხულობ და ჩვენ რაღაცა გვეხება და გვეუბნება რომ ეს არასწორია ჩვენ მას ვიღებ და ვემორჩილებით იმიტომ რათა ერთმან შეცვალოს ჩვენში მოხდეს სინათლის მომატება შემდეგ შესწავლა ჭირდება ამ სინათლეს რათა ჩვენ ეს სინათლე სწორად გადავსეთ სხვებს ესაა ჩემო კარგებო თორე ეს მეორე რჯული ეს თორე ეს იგივე სახარება უბრალოდ კარგი უნდა ადამიანმა უნდა ხედავდეს ამას და მონდომებული ადამიანი ყოველთვის დაინახავს პირველ ქრისტიანებს არ ქონდათ სახარების ახალი აღთქმის სიგნები პირველი ქრისტიანები სახარებას ახარებდნენ რჯულის მეშვეობით და ძველი აღთქმის სიგნების მეშვეობით ასევე თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი გამოიწერეთ ჩვენი არხი რომელსაც ქვია ქრისტიანობის ებრაული ფესვები და ჩვენ სექტემბრიდან კერძოდ 15 სექტემბრიდან უკვე დავიწყებთ სერიოზულად ბიბლიის შესწავლას დავიწყებთ დაბადების სიგნიდან და ჩავართ ბოლომდე გამოცხადების სიგნამდე ღმერთის წყალობით და ღმერთის ნებით რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გეგმა მაგრამ თავარი არის ის აგრევე მადლობა მინდა გითხრათ ყველა ჩემ გამომწერებს ვინც გამოგვიწერეთ გთხოვთ ეს ვიდეოც გაავრცელეთ დააკომენტარეთ გააზერეთ ვინც არ ხართ გამომწერები აუცილებლად გამოიწერეთ რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები რომელიც ეხება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობას და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღმერთთან სწორი და მართალი ურთიერთობების შესწავლას და მის ანალიზს ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ასევე ყოველას ვისაც გინდათ ფინანსურად გველში დგომა ყველა ჩვენ ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ თქვენ რაც გულსაც გაუხარდება გადმორიცხოთ მაშას ეს უკვე ალბათ აგვისტოში მართლა საბოლოო ვიდეო იქნება იმიტომ რომ მე ჩვენ თქვით რომ ბოლო ვიდეო იქნება მაგრამ უკვე მეორე ვიდეოც ჩავწერეთ მაგრამ ჩვენ საბოლოო სიტყვა არ გვიტყვია რაღაც თქვით რომ ალბათ შეიძლება დადგეს მომენტები რომლებსაც ჩვენ შეიძლება ჩავწეროთ ვიდეო და მე გადავწყვიტე ეს თემა იმდენად ღრმა და იმდენად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალ წელს რომ დავიწყებთ ამის შესწავლას აქ უკვე უფრო დეტალურად განვიხილავთ იმას უკვე ჩვენს აუდიტორიებში და უკვე მეტი თვალსაჩინო სანახაობა გვექნება ტექსტთან უშუალოდ შეხება გვექნება და უფრო ადვილი იქნება გასაგებად ყველაფერი ეს ვიდეო კი ზოგადად ემსახურება ზოგად ინფორმაციას დღეს რომელსაც თქვენ გაცდით ამ იმედია მოგეწონათ ეს გაკვეთილი და ვიყურეთ ჩვენ გაგრძელება იქნება უფალმა გაკურთხოთ მადლობა რომ გვისმენთ ჩვენ